მოგესალმებით მეგობრებო. მე არჩილ მაისურაძე ვარ. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყანაში მოგზაურობას და მისი ტურისტული პოტენციალის გაცნობას. ეს ძველი თრიალეთია. ამ ტერიტორიის უმეტესობას დღეს ფაქტიურად თანამედროვე წალკის მუნიციპალიტეტი იკავებს. აქ მთავარი ტურისტულად აქტიური ობიექტი დაშბაშის, იგივე წალკის კანიონია. აქ ჩამოსული ტურისტის უმეტესობა სწორედ ამ უალამაზეს ადგილს სტუმრობს. თუმცა წალკაში სხვა საინტერესო ადგილებიცაა, უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლით. კანიონის მახლობლად მდებარეობს სოფელი დაშბაში. აქ ადრე თრიალეთის ახალქალაქი იყო. ეს ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი პუნქტი თრიალეთის ერისთავთა სამყოფელს წარმოადგენდა. ბუნებრივია ამ ძველ ქალაქში მრავლად იქნებოდა ეკლესიებიც. ერთ-ერთი მათგანია მე-11 საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია. თლიანად აი ამ ტერიტორიაზე მეგობრებო, აი აქ იყო უზარმაზარი ნაქალაქარი. თრიალეთის ახალქალაქი. ქალაქი იყო. წარწერის მიხედვით ეკლესია აუგიათ ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით. კარის ზღურზე კი მხედრული წარწერაა. წმინდაო გიორგი ნაქალაევსა. აქედან ირკვევა, რომ ტაძარი წმინდა გიორგის სახელზე ყოფილა აშენებული. ეს სამხრეთ კარების ბალავარის წარწერაა. მადლით აღფრთისაითა ქრისტე ადიდე რად ერისთავთ-ერისთავი. მსგავსი წარწერა აღმოსავლეთის სარკმლის საპირე ჩუქურთმაშიც. ქრისტე ადიდე რად ერისთავთ-ერისთავი. აღსანიშნავია სამხრეთ მკლავის რელიეფური კომპოზიცია, რომლის მსგავსი სხვაგან არ გვხვდება. გვირილსებ საპირეში ჩასმული მრგვალი სარკმელი, გოლგოთის ჯვარი და გამოწვდილი ხელით დაჭერილი გასხივოსნებული ჯვარი. საყურადღებოა ასევე სამხრეთ კარებთან მდებარე ტრომპის რელიეფი, წვეროსანი ფრთოსანი წმინდანის გამოსახულებით. თრიალეთის ახალქალაქის წმინდა გიორგის ეკლესია კანიონის ბუნების ძეგლს გადაჰყურებს და ერთ მთლიან ჰარმონიულ ნაზავს ქმნის. წმინდა გიორგის ეკლესია ქართული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია. თავად კანიონს უამრავი მნახველი ჰყავს. ეკლესიას კი ცოტა თუ სტუმრობს. მე კი დაგემშვიდობებით მეგობრებო. საქართველოს სხვა კუთხეებში შევხვდებით.